ჩვენ ვიმყოფებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც ამ წუთებში არის ხმაური შეძახილები. სასტონებით მოქალაქეები მინდა კადრში გაჩვენოთ, ვინც ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან დღის ეთერს, ცდილობენ რომ ხმა მიატყნონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ასე მოითხოვოს მათგან დღის ეთერი. ეს ადამიანები აქ ახლა ამ წუთებშიც არიან შეკრებილები, სულ ცოტა ხნის მათ გზაც კი ქონდათ გადაკეტილი და ასე აპირებენ, აგრძელებენ ისინი პროტესტს. ესე მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომ დღის ეთერი იქნეს მათთვის დათმობილი, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლობიდან არავინ გამოსულა მათთან სასაუბროდ და შესაბამისად ისინი არც კი აპირებენ, რომ ამ ადამიანებს დღის ეთერი დაუთმონ. ახლა მე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ კომენტარებს. გამარჯობა, ქალბატონო ნინია. რატომ ხართ შეკრებილი? კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, გააჟღეროთ თქვენი მოთხოვნები რა არის და აი ამ ფორმით ახლა ცდილობთ რომ ხელმძღვანელობას გავაგონოთ ხმას. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია თინა ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა, მაგრამ ვიდრე ისინი მომწიფდებიან ამ გადაწყვეტილებისათვის და ვიდრე მიიღებენ მითითებას ქართული ოცნებიდან, ანუ ზემოდან სანამ ეთქვიან რომ დაწერეთ ახლა განცხადება და წადითო, ხალხი ამას ეუბნება და სამწუხაროდ არ ესმით, მაგრამ გააგებინებენ აუცილებლად. მანამდე ვითხოვთ დღის ეთერს იმისათვის, რომ ხალხს, საზოგადოებას დაეთმოს გაცილებით მეტი დრო, ვიდრე ისინი აი ახლა ჩვენ რომ გამოვტაცეთ 9 საათი ძლივს, რომელიც მოვიპოვეთ იმისათვის, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს აი ამ არხს. თუმცა დღეს ნახეთ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას, სადაც ამბობენ იმაზე, ფაქტობრივად რომ უარს ამბობენ პირდაპირ და აი თქვენს მოთხოვნას ისინი საერთოდ პოლიტიკაში ჩარავას აწარმოებენ. ამ განცხადებას როგორც გამოიყვანონ ეს ადამიანების ხარე. დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება არის აი ზუსტად ისეთი პროპაგანდისტული, როგორც არის მაგალითად ირაკლი კობახიძის გამოსვლები, როდესაც ჩვენ ვუყურებთ 80,000-იან აქციას და ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ 800 ადამიანია. როდესაც შეიძლება 200,000 იყოს აქციაზე, მაგრამ ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ 3,000 ძლივს შეკრიბეს. ირაკლი კობახიძე, რომელიც ყველას ატყუებს, რომ ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და ჩვენ ისევ ევროპისკენ მივდივართ, რომ ყველაფერი კარგად არის. ზუსტად აი ასეთივე პათოსით არის დაწერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება. ისინი იტყუებიან, რომ თითქოს ისედაც მრავალფეროვანი არის ეს ეთერი, ისინი იტყუებიან, რომ თითქოს ის 9 საათი, რომელიც ახლა ეთერში გადის ხოლმე, თითქოს მათი ინიციატივით არის და არა ჩვენით. ყველაფერი არის ტყუილი და ეს არის ტიპიური ქართული ოცნების განცხადება. კი ბატონო, მადლობა თქვენს მოდით პირდაპირ ეთერში ნინია კაბაძის გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენც კიდევ ერთხელ რატომ ხართ ახლა შეკრებილები, რა არის თქვენი მოთხოვნა და ასევე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება ვნახეთ, სადაც მკაფიო წერია, რომ არაპირებენ დღის ეთერის დათმობას თქვენთვის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასაც კი უწოდებენ თქვენს ამ პროტესტს. ხო, საზოგადოებრივ მაუწყებელს დებულებაში უწერია, რომ ეს ვალდებულია, რომ კონდეს მრავალფეროვანი თავისუფალი მაუწყებლობა. დღესაც ხდება ამ ეთერში, მთელი დღის განმავლობაში მოამბის გარდა გადის მხოლოდ ტელეფილმები და სერიალები, რაც არის მისი დებულების პირდაპირ დარღვევა. ჩვენ ვითხოვთ და ზეწოლას ვახორციელებთ, კი ეს არის ზეწოლა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელმა შეასრულოს ისაც უბრალოდ ევალება მისი კანონითა და დებულებით, რომ დღის განმავლობაში იყოს მრავალფეროვანი მაუწყებლობა, განსაკუთრებით აი ამ მძიმე კრიზისის პერიოდში, როდესაც საჭიროა მეტი დისკუსია, მეტი საუბარი და ხალხის ხმის გაგონება. ბატონო, მადლობა თქვენ უსმენთ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვენ დღის ეთერის დათმობას, როგორც ისმენთ საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია, შესაბამისად ვალდებულია, რომ ხალხს ემსახურებოდეს და ხალხისთვის იყოს პირდაპირ ეთერი დათმობილი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენც რომ გვითხრათ, თქვენი სათქმელი რა არის, აგრძელებთ პროტესტს მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ მოდის არანაირი კომპრომისზე და იმიტომ ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს არის დიდი ბრძოლის, დიდი პროტესტის ნაწილი. ცხადია და ეს არის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი, სტრატეგიული ხაზი, მე ვიტყვი, და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე აქ ვიყოთ და ჩვენი ხმა აქ ყოფ ადამიანებს გავაგებინოთ.
ამიტომ 30 ნოემბრიდან ეს პროტესტი გრძელდება და აუცილებლად უწყვეტად გაგრძელდება იქამდე, სანამ დიდ ბრძოლაში არ გავიმარჯვებთ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გაიხსნას დღის ეთერი და აი ამ პროპაგანდისტული პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ვასილ მაღლაფერიძემ და თინათინ ბერძენიშვილმა დატოვონ ეს ტელევიზია. ისევე როგორც გიორგი გვიმრაძემ, რომლის უღირსი ქცევაც ყველა ვნახეთ პირდაპირ ეთერში. კი ბატონო, მოკლედ ასეთია ახლა ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მინდა კადრში გაჩვენოთ აქ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. ხედავთ, რომ მიმართავენ სიტყვითაც ერთმანეთს. ესე აპროტესტებენ ისინი საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და იმ გადაწყვეტილებას, რომ ისინი არაპირებენ დღის ეთერის დათმობას საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეიძლება ითქვას, რომ მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ ისინი ამბობენ, მათი ეთერი არის მრავალფეროვანი, თუმცა აქ შეკრებილი არც ერთი ადამიანი ამ განცხადებას არ ეთანხმება და ისინი აგრძელებენ უწყვეტ რეჟიმში მთელი დღის ეთერის დათმობის მოთხოვნას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.